15 ივნისია, იმავე დღეს. იმავე დღეს შესაბამისად ვერ იტყოდა ხო მოსამართლე რომ არ ეტყობა ამ ბავშვს. არა, არ მეტყობოდა. დაზიანებები. დავაბოდიში და სისხლით დავსვარე იქ, გუბე დავაყენე იქ, სისხლები დიოდა. ტანსაცმელი სულ შემოგლეჯილი მქონდა. ასეთივე ფორმაში წასეთით მოსამართლის წინ. ტანსაცმელი საერთოდ შემოგლეჯილი მქონდა და აი ესე ვიფარებდი იმ მაისურს, აი წეგანი კადრში რომ მეცვა ის მწვანე მაისური, ესე ვიფარებდი და მაგ ტანსაცმელის ეპიზოდი კიდე მოგიყვებით მე ის არის და იქ დაგლეჯილი ნაცემი თავი გასიებული ის აი თავში რომ მირტყეს ისე მქონდა გასიებული თავი და ეს ხელი რომ მე უბრალოდ ვერ წარმომედგინა მაგხილას თუ შეიძლება გასიებულიყო რამე ამ ცემისგან და იქ რომ ჩავყავდი რაღაც სარკესავით იყო იქ დერეფანში და ჩემ თავს რომ შევხედი ამ სარკეში მე თვითონ ვერ ვიცანი ისე დღეში ვიყავი თავი მქონდა გასიებული ამ ხელაზე რა ორი თავი მაქვს თქო ამბობდი და აციშვილს არაფერი არც მოსამართლესაც უკაცრავად სუფეხებზე ეკიდა რა მჭირდა ერთი სიტყვა არ უთქვია არავის არაფერი არ გაურკვევია პირდაპირ მომისაჯა ის რაც მოითხოვეს იმათ და ბატონო 30 დღე 15 ივნის 30 დღე მომისაჯეს და მე მოკლედ მე ეზოში მოგიყევით ეზოს ეპიზოდი და მე რა იყო ხო მე ის იყო აი ტანსაცმელთან დაკავშირებით მაგალითად ტანსაცმელი რომ მქონდა შემოხეული და იქ რო ვიყავი ну იქ პირობებზე ცალკე ამბავია რა კიდე რომ იქ ვირთხები ყავდა დარბოდენ სად მოიხადეთ ეს 30 თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დიღომში რომელიც იყო იქა ну პირობები რაღაც ჯოჯოხეთური ეს აყროლებული ეს 8 კვადრატში ტუალეტი რაღაცა ну კედლები დაბინძურებული რაღაცა გაუბედურებული ამ რაღაცა იმითი ფეკალიებით და იმითი ნახრეტები ესე გამოჭმული ვირთხების და ვირთხები თავზე გვახტებოდნენ სხვათა შორის პირველ დღეს მე და დათო ვიყავით ერთად ფაცაცია ერთადერთხელ იყო რომ ჩემ კამერაში მე სულ მარტო მსვავდნენ სამაგალითოდ რომ დავესაჯე და ერთი და დათო პირველი დღე იყო და დათო მითხრა აქო ვირთხები არიანო და რაღაც მოდი ვიმორიგეოთო და ისე დავიძინოთო რომ არ გვიკბინოსო ამ ვირთხამო და კაი მეთქი დათო ეგრე ვქნათ თქო და მე ის ვირთხა მოვიშინაურე იქ საჭმელს უყრიდი და აღარ ამოდიოდა ზევით და მთელი ამბავი იყო მაგრამ